ქვეყანაში პროტესტის მე-16 დღეა. ევროპული მომავლის დასაცავად საქართველოს მოქალაქეები დღის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბებიან. არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებების გასაპროტესტებლად და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანები ქუჩაში დღესაც გადიან. პროგრამისტები, დეველოპერები და IT-ში დასაქმებულები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სწავლენ და კიდევ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. ირაკლი ბახტაძე ჩაგვართვება პირდაპირ ეთერში, ის იმყოფება რესპუბლიკის მოედანთან. ირაკლი, გისმენთ. აქციის მონაწილეებმა, როგორც თქვენ ხედავთ, კაცი უკვე დაიწყეს შეკრება, თუმცა სანამ დაიწყება მსვლელობა, ისინი პირველ საათზე ამ ტერიტორიაზე ევოდებიან HR-ებს და ტრენინგ ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებიც მოვლენ რესპუბლიკის მოედანზე და ამის შემდგომ უკვე დაიწყება მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. უწყვეტი პროტესტის მე-16 დღე და ისევ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები, აქ ყოფი ადამიანები ერთხმათთან ხვდებიან იმაზე, რომ ახლა მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი და შესაბამისად მათ დატოვეს სამუშაო სივრცე და უკვე მეორე დღეა ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ქუჩაში დგანან, აპროტესტებენ მითვისებულ და გაყალბებულ არჩევნებს და ბუნებრივია ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. გარდა ამისა, აქ ყოფი ადამიანები ითხოვენ იმ მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პენიტენციური დაწესებულებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე დააკავეს ძალის გამოყენებით და აქ ყოფი ადამიანები თან ხვდებიან იმაზე, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ნორმა, რომელიც ამ ადამიანების პატიმრობას განსაზღვრავს, რადგან ყველა ხვდება იმაზე, რომ კანონ სამართალდამცველებს არც ერთი მოქალაქე, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება, კანონდარღვევისთვის არ დაუკავებია, ისინი დაკავებულები არიან პოლიტიკური ნიშნით. აქ ყოფ ადამიანებს გავესაუბრებით, როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები, თუმცა აქ უკვე დაახლოებით 9 საათში მოვლენ HR-ები და ასევე ტრენერები, რომლებიც უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წავლენ და სადაც უკვე გაგრძელდება საპროტესტო აქცია. დღეს 17 აქცია არის დედაქალაქში დაგეგმილი და შესაბამისად, როგორც ჩანს, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩები დღეს იქნება მოვლენების ეპიცენტრი. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გავესაუბრებით. პირველ რიგში მითხარით, რომელ სფეროს წარმოადგენს, რატომ ხართ დღეს აქციაზე, რა არის მთავარი მოთხოვნა? თქვენ ოფისებიდან მოგიწიათ ქუჩაში გამოსვლა. მეორე დღეა უკვე ძალიან ბევრი მოქალაქე, ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი და აპროტესტებს იმას, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში. მეც ციფრული ტექნოლოგიების მემართულების წარმომადგენელი ვარ, იმედა კლდიაშვილი და გამოსული ვართ, იმიტომ რომ ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს პირველ რიგში, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოიპარა სამწუხაროდ ტექნოლოგიების გამოყენებით და ეს კიდევ უფრო მძაფრად არის ჩვენი სფეროს წარმომადგენლების მიმართ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაღი დაასვა ამ ხელისუფლების ამ მოქმედებამ ტექნოლოგიურ სიახლეებს არჩევნებში და ეს გამოსასწორებელია. ვაპროტესტებთ იმას, რაც მე ამ არჩევნების მერე მოყვა, პროტესტის ჩახსობის 14 დღიანი ტერორი მოსახლეობის. დიდი მადლობა და სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ყველა იმ დაკავებულ ადამიანს, ნაწილი ადმინისტრაციულით, ნაწილი განსაკუთრებით მძიმედ სისხლის სამართლის საქმით არის დაკავებულები და უსურვებთ, რომ მრავალი გამოსულიყვნენ და ჩვენ აქ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი მალე გამოვიდნენ თავისუფლებაზე და გავუსული ვართ იმიტომ, რომ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, ვაპროტესტებთ ქვეყნის აი ესე კარდინალურად კურსს და ჩვენი მომავალი გჯერა რომ არის ევროპაში და აქ წარმოდგენილი ხალხი ვინც არის, ესეთ ხალხს ყველა ქვეყანა ეძებს სანთლით, მათთვის შექმნილია საუკეთესო პირობები, მათთვის შექმნილია განსაკუთრებული კანონები. ამ ხალხს ყველაზე მარტივად შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან, მაგრამ უყვარს ამ ხალხს თავის ქვეყანა, აქედან უნდათ იმუშაონ და აქედან უნდათ აკეთონ საკუთარი საქმე. მეტიც, როცა ბელარუსში მოხდა ის დარბევები, იქიდან ტექნოლოგიური ამ სფეროს წარმომადგენლები ამ ხალხმა მოიწვია საქართველოში, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, იქიდანაც მოიწვია ხალხი, ამ ელჩები არიან, ჩვენი ელჩები არიან ეს ადამიანები ამ სფეროში და მათი პროტესტი გულწრფელია, მართლა ძნელია ეს ხალხი გააბრაზო, მაგრამ თუ გააბრაზდნენ, მე უკვე შეუჩერებლები არიან. ნიშანდობრივია, რომ დღევანდელ აქციასაც ბუნებრივია არ ყავს ერთი ორგანიზატორი, ყველა არის თავის ორგანიზატორი. ზოგადად ამ აქციის და ტექნოლოგიის სფეროშიც ჩამოყალიბდებულია, არ ვიცი რამდენად იცით, agile მეთოდოლოგია, სადაც
ამ ხალხმა ზუსტად იციან, რომ თუ ადამიანი თვითონ არის თვითორგანიზებული არ არის, თუ ადამიანი არ არის თვითმოტივირებული, საქმე ისე არ გამოვა. და აქ ყველა ესია, ყველა თვითორგანიზებულია და ყველა თავისთავად მოტივირებულია. მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით პირდაპირ ეთერში, როგორც მოისმენთ, თვითორგანიზებულია ეს საპროტესტო აქცია და თქვენ ხედავთ დღესაც რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში იმისათვის, რომ გააპროტესტოს მითვისებული და გაყალბებული არჩევნები. ყველა ერთხმად ხვდება, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის პარტია მოპარა ამ მოქალაქეებს ხმები და ის პოლიტიკა, რომელსაც ახლა ქართული ოცნება ატარებს, არ არის ამ მოქალაქეებისთვის მისაღები, რადგან ეს არ არის ევროპული პოლიტიკა. ისინი ატარებენ ბიძინა ივანიშვილის პარტია ატარებს რუსულ პოლიტიკას. აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრებით, რომელიც აქ არის და უფრო მეც გვეტყვიან აქ ყოფი ადამიანები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები არის აქაც და შესაბამისად აი თქვენ გესმით ასევე სიგნალები აქ მყოფ მოქალაქეებს სოლიდარობას და მადლობას უხდიან მძღოლები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. კიდევ ერთ მოქალაქეს გავესაუბრებით, რომელიც იმყოფება ამ ტერიტორიაზე, გვეტყვის უფრო მეც, რატომ არის დღეს აქციაზე, რატომ ხართ დღეს აქციაზე, რას ეუბნებით ხელისუფლებას და რას ეუბნებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენ გუშინ ქუჩაში კიდევ ერთხელ ნახეთ აქციის მონაწილეებთან ერთად. დასავლელ პარტნიორებიდან დავიწყებ რა მადლობა მხარდაჭერისთვის. ეგენი არიან ჩვენი იმედი, დასაყრდენები იქით და მთავრობას არაფერს აღარ ვეუბნები, აზრია რა ამათთან ლაპარაკს. უფრო ერთმანეთს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, ვიყოთ ერთად, უკეთესები ვიყოთ ყოველდღე და ესენი წავლენ აუცილებლად. სხვა გზა არ არის უბრალოდ. აქციის კიდევ ერთ მონაწილეს უსმენდით და პრინციპში აქ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქუჩის პროტესტი არის მნიშვნელოვანი და თუ იქნება ზეწოლა ხელისუფლების მისამართით, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას ხელისუფლების დატოვება. ხვალ და პრინციპში დღესაც, როგორც უკვე გითხარით, 17-ზე მეტი საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი დედაქალაქის მასშტაბით და მოქალაქეები კვლავ ქუჩაში გამოდიან, უკვე აღარ ელოდებიან იმ დათქმულ 7 საათს, რა დროსაც იკრიბებოდნენ ისინი რუსთაველის გამზირზე. ყველა დროს, ყველა საათზე და ყველა ლოკაციაზე იქნება ეს პროტესტი იმისათვის, რომ ხელისუფლებას გააგონონ ქართველი ხალხის ხმა, რომ ამ ადამიანების არჩევანი არის ევროკავშირი და არა რუსეთი. მე შევეცდები აქ ყოფ ადამიანებსაც გავესაუბრო, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტექნოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს არ უყვართ დიდად საუბარი და პრინციპში ისინი მედიასთან არ გვწყალობენ დიდად კომუნიკაციით. თუმცა ვეცდები, რომ მაინც გავესაუბრო. როგორც ხედავთ, აქ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მოსული აქციის მონაწილეები. მოგესალმებით. მითხარით, რატომ ხართ აქციაზე? პირდაპირ ეთერში ვარ. აი, რა არის თავარი მოთხოვნა, რის გამოც ქუჩაში გამოხვედით? არ გავაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ ხართ. ეს არის ერთ-ერთი კი, თავარია რომ აქ. კი ბატონო. დიდი მადლობა. მოკლედ ჩვენ ვრჩებით ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, პირველ საათზე უკვე აქ ყოფ ადამიანებს შემოუერთდებიან HR-ები და ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელები და ამის შემდგომ უკვე დაიწყება მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით.